მადლობისა საქართველოს დღეს 29 იანვარია უყურებთ კურიერს 8 საათზე. რა შეიძლება განისაზღვროს გრანტად და რატომ არის საჭირო მისი განმარტების დაზუსტება? მმართველი გუნდი შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. ინიციატივის შესახებ გუშინ დღის ბოლოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ისაუბრა. ითქვა, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. ინიციატივის მიზნად მმართველი გუნდი ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დაფინანსების თავიდან არიდებას ასახელებს. Esmis გარედან პირდაპირ განცხადებები ეძებენ გზებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის დანაწესებს გვერდი აუღონონ, შავი ფულის ქვეყანაში ატრიალონ, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ვალდებულება ხელისუფლებას და მმართველ გუნდს, რომელიც ვართ პასუხისმგებელი სუვერენიტეტის დაცვაზე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო სივრცე უნდა გქონდეს ისე მოწყობილი, რათა გარე ჩარევები, მათ შორის ფინანსური თუ სხვა საშუალებების შემოტანის იყოს აგრძალული მინიმუმამდე დაყვანილი და არავითარი გვერდის ავლის საშუალება აღარ დარჩეს. დავინახეთ პრაქტიკაში, რომ ცდილობენ ესა თუ ის ორგანიზაცია შიგნით და მათი მფარველები გარეთ, რომ აი კანონმდებლობის შეგნებულად გვერდისავლით უახდინონ თანხების ფოკუსირება ისეთ თემებზე, რომელიც პირდაპირ საზოგადოებამ რაც ნახა, ორიენტირებულია რევოლუციების მოწყობაზე, ხელისუფლების დამხობაზე, პოლიტიკურ პროცესებში უკანონო გავლენების გატარებაზე. ამიტომ ახალი კანონმდებლობა, ახალი კანონპროექტები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ პოლიტიკური პროცესი მაქსიმალურად იყოს გათავისუფლებული არაფორმალური გავლენებისგან. ცნობილი ხდება კანონში დაგეგმილი კიდევ არაერთი ცვლების შესახებ, მათ შორის არის სიახლე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში. ინიციატივის მიხედვით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეგრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. ინიციატივასთან მიმართებით კრიტიკულია საპარლამენტო ოპოზიცია. ფაქტობრივად გამოდის, რომ ოცნება თავად უნდა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი, მაკონტროლებელი ყველა პროცესის, რაც უკავშირდება საზოგადოებრივ პოლიტიკურ აქტივობას. ეს არის და ეს. ეხლა უკანონო არსად არაფერი არ უნდა ხდებოდეს, მათ შორის არც თანხის გადაცემა, არც პოლიტიკური პარტიისთვის, არც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ზოგადად შევზღუდოთ ჩვენ სამოქალაქო სექტორის განვითარებას. თუმცა ჩვენ უნდა გავიცნოთ, ჯერ არ ვიცნობთ დეტალურად ამ ინიციატივებს. მიღებული სტანდარტია, რომ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა აფინანსებდეს უცხოური ძალა. და როდესაც ხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აფინანსებს და სხვადასხვა საშუალებებით, ასე ვთქვათ, უცხოური ფინანსები მიეწოდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულება არის, რომ ეს ყველა შესაძლებლობა სათანადოდ იყოს გაწერილი კანონმდებლობაში. ადამიანები, ვინც ძირითადად და აწლეულებია უცხოური თანხებით ფინანსდებოდნენ, არიან სწორედ იმ რისკის მატარებელი, რომ მათ პარტიაში მიიტანონ ის უცხოური გავლენები, რომლის ზემოქმედების ქვეშაც არიან. აღნიშნული სიახლეების გარდა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე კიდევ ერთი აქტუალური თემა ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა. უმრავლესობის ხდომის შემდეგ გუშინ თემაზე მედიასთან ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას თქმით, პარლამენტში შეიქმნება სამთვიანი კომისია, რომელიც პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასთან დაკავშირებულ ვითარებას შეისწავლის. ფასების რეგულაციის მიზნით მომუშავე საკოორდინაციო კომისია უკვე შეხვდა მსხვილი ქსელური მარკეტების, სადისტრიბუციო კომპანიებისა და ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს. მიმდინარე კვირას იგეგმება უკვე საწვავის საფასურის განხილვა ნავთობკომპანიებთან. როგორც კი დაიწყება საგაზაფხულო სესია და დარეგისტრირდება ბიუროზე საკითხი კომისიის დროებითი ფასების შესწავლილი კომისიის შექმნის თაობაზე და ალბათ უახლოეს ყველაზე სწრაფ პერიოდში რაც შეიძლება პროცედურულად ეს კომისია დაიწყებს უკვე პარლამენტში მუშაობას, რაც იქნება საჯარო, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ასევე იქნებიან ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო ჯგუფები მმართველობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ინფორმაციით, ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. მაკაბოჭურიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. წერია გავრცელებულ ტექსტში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორეის ბანკსა და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და უნაღდო ანგარიშწორების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი პროექტ უნაღდო ანგარიშწორების სისტემის განვითარება საქართველოში განხილვა და მისი შედეგების შეჯამება იყო. აღნიშნულ პროექტზე გასულ წელს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი და კორეის საფინანსო სექტორი ინტენსიურად თანამშრომლობენ. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუადერეფანში ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენსა და კორეის საფინანსო სექტორთან და რეგულატორთან თანამშრომლობა. ქონდა შესაძლებლობა, რომ შეგვეჯამებინა როგორც ეს პროექტი და მისი წარმატება, ასევე შემდგომი თანამშრომლობა და ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიძლება ჩვენ ამ შემდგომ თანამშრომლობაში ჩავთოთ სხვა ქვეყნებით, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, მაგალითად ყაზახეთი, მაგალითად ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები და ცენტრალურ ბანკებთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, კოლაბორაცია და ვფიქრობთ, რომ კორეასთან ერთად კიდევ მეტად გავაძლიერებთ შუადერეფანში თანამშრომლობას. პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 3 ახალგაზრდა. გამოძიების ინფორმაციით, მათ 2 დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს, რომლებმაც ისინი შემოწმების მიზნით გააჩერეს. ინციდენტის შედეგად 4 პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 3 ბრალდებულის დაკავება ადგილზევე მოხდა. მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გრძელდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში. ამ წუთებში კირ სტარმერი ჩინეთის პრეზიდენტს ხვდება. მხარეები ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 ქვეყანას შორის რიგი შეთანხმებების ხელმოწერა. შეხვედრებზე სტარმერი ჩინეთში ბიზნესისა და კულტურის სფეროების 60-მდე წარმომადგენელთან ერთად ჩავიდა. სტარმერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ 4-დღიანი სახელმწიფო ვიზიტი შედეგიანი იქნება. უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანება გამორიცხული, ამბობს გერმანიის კანცლერი. ბერლინში კოალიციური კომიტეტის ხდომაზე ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა, რომელიც მას საომავლოდ გაწევრიანების გზას გაუხსნის, თუმცა მისი თქმით ეს გრძელვადიანი პროცესია. 2027 წლის 1 იანვარს გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება, ეს შეუძლებელია, შეგვიძლია ნელ-ნელა დავაახლოვოთ უკრაინა ევროკავშირთან, ამბობს მერცი. გაზეთ დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და ცეცხლი წაეკიდა ჟინვალი ანანურის გზაზე. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა, ის დროებით კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის გამო ტერიტორიაზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია. საქმეზე დაწყებულია ძიება მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. არაფერიც ისე ნამოტრიალ და გაზი იწვისო და სანამ არ დაიწვება ან არაფერი ხდება, მინამდე არ ვუშვები მანქანებს. თბილისიდან მოვიდიოდი, მივდივარ სახლში, მაგრამ ვერ მივდივარ. და სამედიცინო აქცია ვალეში. საქართველოს კლინიკები, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის სხვადასხვა პროფილის ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურნენ. სამედიცინო აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ჩატარდა. მსგავსი სახის ღონისძიება მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებშიც იგეგმება. უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა ქალაქ ვალეში. მოქალაქეებმა სრულად უფასოდ ჩაიტარეს კვლევების სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის აქციები და აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც. საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ აქციამ ქალაქში, დიდი მომართვიანობა იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო უსასყიდლოდ და დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის დახმარებისთვის. ასეთ იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ დროებით. დროები დაგემშვიდობებით.